რატომ ვთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვის ხეს და არა სხვა ჯიშის ხეს? ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია არსებობს. ჩვენ დღეს სამ მათგანზე ვისაუბროთ. პირველი, ლეგენდის თანახმად, იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან მის ალოცად. მათ საჩუქრებიც მიუტანეს, მაგალითად ვაშლის ხემ ვაშლი, კაკლის ხემ კაკალი, ატმის ხემ ატამი და ასე შემდეგ. ნაძვის ხე იდგა მოშორებით და ადგილიდან არ იცროდა და ჩუმოტიროდა. მისი ტოტებიდან წებოვანი სითხე გადმოდიოდა. ეს ნაძვის ცრემლები იყო. რატომ არ მიდიხარ იესოსთან მის ალოცად? ინტერესით კითხეს მას სხვა ხეებმა. მე რომ ჩუქლეტია წიწვები მოქვს, მეშინია ღრმას რაიმე არ ვადგინო, უპასუხა ნაძვის ხე. რა კეთილი ხე ყოფილხარ, აღფრთოვან და ყველა. გადმოცემის თანახმად ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი და მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება. მოსდოთ კბილეულით და ფერად-ფერადი სათამაშოებით. ცას ვარსკვლავი მოსპიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ ნაძვის ხის წიწვებზე მდგარ ვარსკვლავს შობის ვარსკვლავს უწოდებენ. მას შემდეგ კი ნაძვის ხე მუდმივად ირჩება. შემდეგი ისტორია, რომელიც ცნობილი არის და შესაძლოა უფრო სარწმუნოც. ამ ლეგენდის თანახმად მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს შვილის გასავრცელებლად. ადგილზე მისულ მამათვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების არსი, ან მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი. მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა სამების დაკავშირება და ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში. შემდეგი ისტორია მოგვითხრობს, რომ მე-6 საუკუნეში წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების ჭორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. როდესაც მუხა წაიქცა, ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ომებში და შემდეგ უკვე გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. მითხარით თქვენ რომელი ვერსია უფრო მოგეწონათ და რომლის უფრო ბჯერათ. ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსათვის.